სულ მცირე 15 დაღუპული და 10-ობით დაშავებული. ასეთია 5 აგვისტოს ღამით კიევსა და კიევის ოლქზე მორიგი რუსული მასირებული საჰაერო იერიშების სტატისტიკა. კრემლის საოკუპაციო არმია უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით სამიზნეში კვლავ იღებს მჭიდრო დასახლებულ რაიონებს, საცხოვრებელ კორპუსებს, სამოქალაქო ობიექტებს და მშვიდობიან მოსახლეობას, რომელთა უმრავლესობას მორიგი ღამის გატარება ბომბსაფრებში ან მეტროსადგურებში მოუწია. დარტყმებს ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა რუსული მხარის მტკიცებით იერიშების სამიზნე იყო კიევსა და მის შემოგარენში არსებულ ტერიტორიებზე განლაგებული სასაწყობი ფაქტები და როგორც სატრანსპორტო ლოგისტიკური, ისე გამონაწილებელი ცენტრები. მოსკოვში ირწმუნებიან, რომ სწორედ ეს ობიექტები იყო ჩართული სხვადასხვა ტიპის შეერებისა და სამხედრო დანიშნულების ნივთების წარმოება შენახვის პროცესში. აფეთქების დროს სატვირთოს კაბინაში ვიყავით. აფეთქების შემდეგ ჩვენი სატვირთო ცეცხლის ალში გაეხვა. ახლოს მდგომ მეორე სატვირთოსაც ცეცხლი მოედო. სასწრაფოდ გადმოვედით მანქანიდან, საბუთების ან სხვა ნივთების წამოღებაც კი ვერ მოვასწარეთ. მხოლოდ ერთი ჩანთა ტანსაცმელი გამოვიტანეთ და ეგ იყო. შემდეგ სატვირთოს მოვშორდით. მინდოდა საბუთების გამოტანა მეცადა, მაგრამ ზურგი დამეწვა. უბრალოდ დრო აღარ მქონდა. მანქანიდან გადმოვედით და გავიქეცით. ვერ ვიჯერებდი რაც მოხდა. კიევშიც ვიყავი ნამყოფი და აფეთქებების ხმაც მქონდა გაგონილი, მაგრამ დღევანდელს ვერაფერი შეედრებოდა. ვერც კი გაიგებდი, რომ რაკეტა მოდიოდა. არც კი ვიცი რა იყო, მაგრამ მისი ხმა საერთოდ არ ისმოდა. მხოლოდ აფეთქების ტალღა დაეჯახა სატვირთოს კაბინას. კარგი მაინც ის იყო, რომ სატვირთოდან გადმოსვლა მოვასწარით. უკრაინის დედაქალაქის თავზე მოწინააღმდეგის მიერ გასულილი ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება ისევ ვერ მოხერხდა. ამის მიზეზი კი ომში მყოფი ქვეყნის საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების ფაქტობრივად არ არსებობაა. როგორც ჩანს, უკრაინა ვერ იღებს პეტრიოტის საზეიმო სარაკეტო კომპლექსის წარმოებისთვის აუცილებელ ლიცენზიას, რადგან ვაშინგტონში ჯერ კიდევ ფიქრობენ. შეერებას კი საიდუმლოს უწოდებენ, თუმცა დაფიქრებამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავის უკრაინელ კოლეგას ლიცენზიის გადაცემას ერთ თვეში ორჯერ დახპირდა. ჯერ ნატოს ანკარას სამიზეს, შემდეგ კი თეთრ სახლში მასპინძლობისას. ანალიტიკოსებიც, უსაფრთხოების ექსპერტების და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების თანხმდებიან, რომ პეტრიოტის სისტემების გარეშე შეუძლებელია რუსულ ბალისტიკასთან გამკლავება. კიევზე მასირებული საჰაერო იერიშების დაწყებამდე კი მსოფლიოს შეძრა კადრებმა რუსული არმიის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული ხერსონიდან, სადაც დრონი ადგილობრივ გარემოვაჭრეს დაედევნა, რაც თავად უკრაინის პრეზიდენტის მიერ შეფასდა როგორც ნადირობა მშვიდობიან მოქალაქეზე. კადრებში გამოჩნდა, რომ უპილოტო საფრენი აპარატისგან გაქცევა მამაკაცმა ვერ მოახერხა და დრონი აფეთქდა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, გარემოვაჭრე გადარჩა და ის სამედიცინო დაწესებულებაში დამწრობით და სხვადასხვა სახის დაზიანებით გადაიყვანეს. Жінка почала тікати. ჩემი მეუღლე გაიქცა, როცა დრონმა მანქანის თავზე წრეების დარტყმა დაიწყო. ვცდილობდი მეჩვენებინა, რომ მხოლოდ ბოსტნეული გქონდა. ვანიშნებდი ნახე ბოსტნეულია, მაგრამ დრონი ჩემკენ წამოვიდა. ვცდილობდი გავრიდებოდი და თან ვანიშნებდი, რომ არაფერი მქონდა. ჩემმა მეუღლემ შორს გაქცევა მოახერხა და ყვირო და იურა გაიქეცი. მაგრამ სად უნდა გავქცეულიყავი? ირგვლივ მხოლოდ სტეპი იყო. დასამალი არსად იყო ბუნკერისკენ. ამაზე ფიქრიც კი ვერ მოვასწარე. მართლა საშინელი იყო, ნამდვილად საშინელი. 5 აგვისტოს ღამეს საპასუხო იერიშების გარეშე არჩაულია რუსეთისთვისაც. ტულას ოლქში კიევმა დრონებით იერიშები მიიტანა ვაილდბერგის მორიგ სასაწყობე ფარგლებს, შედეგათაც ონლაინ სავაჭრო პლატფორმის კიდევ ერთი ობიექტი გაანადგურდა. საგულისხმოა, რომ ეს დიდი დარტყმა რუსული ეკონომიკისთვის, რომელიც ომის გამო ისედაც მძიმე მდგომარეობაშია, გარდა დასავლური სანქციებისა და საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევისა, მოსკოვისთვის თავის ატკივარი გახდა გაზაფხულიდან გააქტიურებული უკრაინული იერიშები ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე, რომელთა ნაწილს მუშაობის შეჩერება მოუწია. შედეგად ნედლეულით მდიდარ ქვეყანაში საწვევის კრიზისი შეიქმნა. მოსახლეობას შეზღუდვები დაუწეს და ადგილობრივ ხელისუფლებას კი მოუწია საკანონმდებლო ცვლილებების მიღება და საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტებზე უარის თქმა. კერძოდ ევრო 2-სა და ევრო 3 სტანდარტების ბენზინისა და დიზელის წარმოებაზე მწვანე შუქის ანთება.